ლიიღრებოდა მათი და ლოებს უყრიდნენ პირდაპირ და თავებს კვეთდნენ ამის გამო. მაგრამ ეხლა მოინდომეს ასეთი რამ, რომ მოდი აი თავს რო წმინდანად მიიჩნევენ, წმინდად ინახავენ, ასეთი რამ გავაკეთოთ და მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ ბაზარში, სადაც პროდუქტები უნდა შეეძინათ, ეს ქალაქში ხდება ბუნებრივია, ქალაქები მაშინაც არსებობდა. აბსოლუტურად ყველა პროდუქტს, რაც უნდა ის ბოსტნეული იყო თუ რაღაცა ხორცეული იყო, აბსოლუტურად ყველა პროდუქტს აფკურეს ნაკერპავი, ანუ კერპთან შეწირული ცხოველი იყო, თუ ფრინველი იყო, არ ვიცი, მისი სისხლებოდა. არა იმიტომ, რომ თქვათ ეს ნაკერპავი მე რაიმეს დამაზიანებს, არამედ იგრძალებოდა იმისთვის პავლე მოციქული წერს ამაში, რომ ყველაფერი წმინდა ღვთის წინაშე, იმიტომ რომ მე ამას რა შეგნებით ვჭამ იმას გააჩნია. თუ მე ვეთანხმები ამ კერპზე შეწირულობას და ამ გულით და ამ სულით ვჭამ ამას, რომ ესე იგი და მაშინ მეც თანამწირველი ვარ იყვებებოდნენ მაშინდელი ქრისტიანები და ამას ყოველწელი ჩვენ ახლა ამისი მოხარშვით რა ხარ მართლა ვინმე ბაზარში რამე ხوار ვისყურა და ამიტომ კი არ ვერიდები უბრალოდ ეს ყველაფერი გახსენება მინდა გითხრათ რომ მთელი ჩვენი ღვთისმსახურება რაღაცის გახსენება სხვა მეტი კი არაფერი ყველა ის ლოცვა რომელიც იკითხება რაღაცის გახსენება ლიტურგიაც გახსენება მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვიხსენებთ ნახეთ რა წერია ლიტურგიის მთავარი ლოცვა ამას ყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა რაოდენ გზისცა პურსა ამას ჭამდეთ და სასმელს ამას სმიდეთ სიკვდილსა ჩემსა მიუთხრობდეთ და აღდგომასა ჩემსა აღიარებდეთ ანუ ლიტურგიაში ევქარისტიაში მონაწილეობაც კი გახსენება და თუ ადამიანი ასე არ არის მომართული და თუ ადამიანისთვის ეს ყველაფერი რაღაცა გულს გარეთ რჩება, არც გახსენება ხდება რაღაცა ამ უმთავრესი მომენტისა, არც რაღაც ვერც კი ფიქრობს, ვერც კი აშინაარსებს, სიღრმეებში ვერ შედის ამ ლოცვისა, მაშინ აზრი ეკარგება ამ ყველაფერს. ამიტომაც თუ ვინმე დღეს იკითხავს, რომ ეს რაღაცა რომელ საუკუნეში მოხდა ამბავს, დღეს რატომ ვიმეორებთ? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამას გამუდმებულად ვიმეორებთ ყოველ ლიტურგიაზე, ყოველ მსახურებაზე, ყოველ პირად ლოცვაშიც კი. როდესაც ლოცვას ვკითხულობთ, იქაც კი გახსენება არის იმისა, რომ წმინდა მამები რაღაცას გვახსენებენ ჩვენ ამ ლოცვაში, რომ ცოდვებს როგორ უნდა მოუვაროთ, სინანული როგორი უნდა გქონდეს, ღმერთ ჩვენი გული როგორ უნდა ვაჩვენოთ და გაუხსნათ იმისთვის, რომ მისი სინათლე ჩვენში შემოვიდეს. და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება, იმიტომ რომ გულს მიღმიერად თუ არის ეს ყველაფერი ადამიანმა შეიძლება ენთუზიაზმი ჰქონდეს ერთი დღე, ერთი თვე თუ ერთი წელი არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ვერაფერი ვერ შეგაჩერებს, ვერაფერი ვერ დაგაკავებს, რომ წირვაზე დადგე და მოგწონდეს და გიხაროდეს და გზიამოვნებდეს ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მოგწონს და გიხარია მაშინ, როდესაც შენი სული ამას ეხმიანება და სულიერ სიხარულს განიჭებს. და თუ ეს ასე არ არის, ისე ძალიან ძნელი მე რომ დამაყენოთ ახლა და რაღაც ისეთ საქმეზე რომელიც არ მომწონს, არ სიხარულს არ მანიჭებს, რამდენი ხანი შეიძლება ვიღაცის ხათრით შეიძლება გავძლო რაღაცა გარკვეული დრო, მაგრამ აუცილებლად გავიქცევი იქ. და ამიტომაც ვინც ვართ შემოკრებილნი, ეკლესიაში მოსიარული ადამიანები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად რომ ჩვენ არ ვართ რაღაცა უსულო მონები დაწერილი კანონისა, არამედ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობაში შევიგრძნობთ ამას ყოველივეს და ვიხსენებთ ამას ყოველივეს მთელი გულით და სულით. ამიტომაც აღესრულა დღევანდელი პარაკლისი, ამიტომაც ახლა რომ მოგზანდები ჯვარზე სამთხოვად, მე თვითონ მოგზავ და შეჭამოთ ახლა ნაკუთხი ეს კოლიო, რომელსაც საოცარი ლოცვა ახლდა თან, რომ მოვიხსენეთ გარდაცვლილები და მოვიხსენეთ ცოცხლები, ვინც გაამზადა და ვინც მიიღებს ამ ყოველივეს, მისთვის იყოს საკურნებლად სულის. Bogdan.
თუ არ გეჩქარება,